როგორ ვწეროთ? კურსს ქვია თხელი წიგნების პეცი. ეს კურსი, რასაც კენკრა სტუდიაში ვაკეთებთ, არის დამწყები მწერლებისთვის. თავარი ამოცანა არის, რომ კურსის ბოლოს თხელი 100-120 გვერდამდე წიგნის დასრულებული შავი ვერსია თუ არა, ნახევრამდე მიყვანილი ტექსტი მაინც გქონდეს, ლეპტოპსაც არ ვეკარებით, ყველაფერი ხელით ხდება ამ კურსში. თხელი წიგნები რა არის, ხო ესე ვორდით რო დავთვალოთ 25-30 გვერდია. ამაზე უფრო მეტად ყოფნის კონცენტრაცია და უფრო ნაკლები შეცდომის დაშვების საშუალებაა. ან თუ ამ შეცდომებს დაუშვებ, უფრო ადვილად სწავლადი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ყველაფერს პრაქტიკა ჭირდება და წერა სჭირდება კოლოსალური რაოდენობის სიტყვა, რომელიც უნდა დაწერო და არ გაამართლოს ამ სიტყვებმა ერთად და მე ეს სიტყვები უნდა გადააგდო, ხო? მაგასაც ვსწავლობთ, რომ ეს სიტყვები როგორ უნდა გადააგდო მე. რაც გამიადვილდა ამ ყველაფერში იყო ის, რომ დრამატურგის გამოცდილება მინდა არ მინდა მეხმარება და რამდენ სერიალს გაუვლია ხო ჩემს ხელში და ამ სტრუქტურაზე ყველა ტექსტი დგას დაწყებული გილგამეშიანიდან დამთავრებული არის გუშინ რაც გამოვიდა თუ გინდა მასკარაფონეც რაღაცა სტრუქტურაზე არის გადავწყვიტე რომ ეს ყველაფერი ჩამომეწერა რომ ჩამოწერა მივხვდი რომ რაღაცა ამბიციურად ჟღერს მაგრამ სახელმძღვანელოსავით რაღაცა მეწერინება გზაში ეხმარება ეს რა სტუდენტებს უფრო მეტად ვიდრე რომ ვიჯდე და დავიწყო რომ აი ამ წიგნზე ისე ვიმუშავე, იმ წიგნზე ისე ვიმუშავე. 6 ლექციის მერე ჩემს მაგივრად მოდის სხვა მწერალი და ის საუბრობს უკვე მის პირად გამოცდილებაზე. თუმცა მე-7 გაკვეთილზე მოდის უკვე რედაქტორი, რომელიც უზიარებს რომ კი, რო წერ ეს ძალიან კარგია, მაგრამ რამხელა სევდაა რომ უნდა წაშალო. წერა ეს არ არის მხოლოდ ის ხომ რომ გავხდე აუცილებლად რაღაც ცნობილი მწერალი, თუნდაც თერაპიული ხასიათიც აქვს წერას. დავუშვათ ამ წამს შეიძლება არ კონდეს ამბავი, მაგრამ ყველას გვაქვს ბავშვობა და ბავშვობაში ყველას გვაქვს რაღაცა ერთი ტრავმა, რომლის მოყოლად შეიძლება ან რაღაცა სცენა, რომლის კიდევ ერთხელ გავლა გინდა. ორივე თერაპიულია პრინციპში, რა ერთი არის რომ მოიშორო, თერაპია როგორ მუშაობს ლიტერატურაში, ეგ მაინც ვიცი და მეორე ის რომ კიდე გაიმეორო ეს ყველაფერი და რაღაცა იმ შეიკეტო თუ შეეკეტლო კიდე